93 წელს მე და შოტი და რეზი უკვე დინამოში ვთამაშობთ. ნაკრების ფეხბურთელები ვართ და ჩვენ ვითამაშეთ ერთი თამაში UEFA-ს თასზე ლინფილდთან და მსაჯი იყო თურქი. ეს თურქი მსაჯი ერმან თოროღლუ ჩავიდა თურქეთში და თქვა რომ მოკლედო არის ესეთი გუნდი თბილისის დინამო, სადაც თამაშობენ არაჩვეულებრივი ფეხბურთელები. მართლაც იმ თაობის ჩვენ დინამო მართლა ერთ-ერთი საუკეთესო თითულება ეხა კიდე ერთხელ არ მინდა რომ რაღაცა იმაში ჩამეთვალოს. ესე აღიარა ხალხმა, ხო, რომ ეს თაობა ერთ-ერთი საუკეთესოა იმ ყველა თაობასთან ერთად, ესენიც განსაკუთრებულად კარგი თაობა იყო და ტრაბზონსპორმა მოგვიწვია ამხანაგური თამაშით. წავსულიყავით 1-5 დღით თურქეთში და გვეთამაშა 2 ამხანაგური შეხვედრა ამ გუნდთან, როგორ მოხდით რა ჩვენ ტრაბზონში. და შესაბამისად იქ ენახათ ახლა, მართლა ესეთი კარგი გუნდია თუ რაღაც. წავედით, ჩაულებათ ავტობუსით, მაშინდელი ის გზა, წარმოუდგენელი გზა, მინდა გითხრა ჯერ ბათუმამდე რო ძლივს ჩააღწევდი, მერე ნუ საზღვარს რო ძლივს გადახვიდოდი, აი ამ მთელი ეს კოლონება, ეს ავტობუსების რიგი, ნუ ხა თუ ტყვილი არ გამომიო, მე მგონი ჩვენ შედარებით უფრო იოლად გავიარეთ, ახლა დინამო ვიყავით და იქ ნუ ალბათ ხელშეწყობა გქონდა. მაგრამ გზა იყო თვითონ საშინელი, ჩავედით როგორც იქნა თურქეთში და ვითამაშეთ ეს 2 ამხანაგური თამაში ძალიან კარგად. ყველა სხვათა შორის არა მარტო მერეს და შუთი. და აღმოჩნდა ისე რომ თურქებს გაუჩნდათ სურვილი რომ ჩვენ დავეტოვებინეთ ორმი რომელიმე. ნუ ძნელია ახლა რომ მიდიხარ ასე ვთქვათ სპორტული პიჟამოთი თურქეთში, რომ ვიცი რომ ზეგუნა უკან ჩამოხვიდე და უცებ გეუნებიან რომ უნდა დარჩე. რეზი როგორც უფროსი ძმა, მაშინ ხა 23 წლის ხო ჩვენ 19 წლისები და ავჯექით და ვთქვით რომ რა ვქნათ. თბილისში რა თქმა უნდა ჩამოვარდა ხმები ეგრევე რომ რაღაცაშია საქმე და შეიძლება ბიჭები დატოვონ. რეკავენ ჩვენები ხა მაშინ და რეკვაც ესეთი მარტივი არ იყო, მობილური ტელეფონი არსებობდა და არაფერი და მოკლედ გადავწყვიტეთ რომ მე და შოთი უნდა დარჩენილიყავით. ნუ მეწილად რეზი მიიღო ეს გადაწყვეტილება. წარმოიდგინე ერთ ცალ სპორტულ პიჟამოში ვდგევართ, უცები. მეტი არაფერი ფული ჩვენ არ აქვს და არაფერი და ტრაბზონში ვჩებით ავტობუსს ვემშვიდობებით, ეს ახლა გასიებული ცრემლიანი თვალებით. ნუ ხა დიდი შეღავათია რა თქმა უნდა რომ ორნი ვართ, მაგრამ ნუ აი ქვეყანის დანგრევის ტოლფასია რა, არაფერი არის თქვა ხელფასი რომ არაფერი არ ამაგ და იქ რომ უნდა მქონდეს, იმ შემთხვევაში არაფერს არ წვიტავს რა. ერთადერთი იმის იმედად რომ ეს ალბათ სწორი გადაწყვეტილებაა, იმიტომ რომ ჩვენი კარიერისთვის მომავალში ძალიან კარგი იქნება, მხოლოდ ეს რაღაცა მილიმეტრზე ყოფნის. დანარჩენი, ნუ აი წარმოუდგენელია და ყველაზე ცუდი ეს განშორების რეზისთან რა თქმა უნდა და ნუ მე ყველასთან რა, ბიჭებთან რა. ნუ დგევართ ამ ავტობუსთან, იწელება ეს წასვლა, ისინი ცალკე წელავენ, ჩვენ ცალკე ვერ უყურებთ ერთმანეთს, ესეთი ცრემლიანი თვალები და ნუ მოლ ჩაჟენ წავიდნენ რა. დგევართ ეს ქალაქის ცენტრში რაღაც ოზგურ სასტუმრო ერქვა ოზგურის ცენტრში ქალაქის ცენტრშია ეს სასტუმრო ყოფილი ხა აღარ არის. იგდევა და ნუ წავიდა ეს ავტობუსი ახლა და უყურებთ ახლა ამ ავტობუსს და ნუ ბოლოს მოეფარა რა, არ ჩანს რა. დავარჩით ახლა გაგიჟებულები, ავედით ოთახში, ერთი სიტყვა თურქული არ ვიცით. არაფერი არ ვიცით, არაფერი, ნუ მოკლედ, არანაირი ესე და ოთახში ვარ და რა გავაკეთეთ და შოთი მეუნება რომ უკვე საღამოა უკვე რა. დავიძინოთ რა. ავიძინოთ არ გვეძინება, წევარ წრიალებ, შოთის მეუნება. ადე რა წამომეთქი. წავიდეთ თქო რა. გამანებეო ეხლა თავიო მაგრაზეო, ხო, ჩემი მეყოფაო და ეხლა შენ კიდევ. ნუ გავიდე ერთი ნახევარი საათი
მეუნები რა წავიდეთ რა ტაქსი დავაჯდეთ ბათუმამდე ჩავიდეთ $100 არ უნდა ალბათ რაღაცას ვიზამთ რა ეხლა იქ ბათუმამდე ჩავიდეთ და მე არა მაგას რო ავყვეთო ეხლა ვფიქრიო დავიღუპებითო რა ნუ მაგის აკვიატება არისო დაღუპვაო რა ნუ მოკლედ მთელი ღამე აი ესე ადე არა წავიდეთ არა ნუ დილას გათენდა წავედით ვარჯიშზე ეხლა ვარჯიშმა ცოტა რა თქმა უნდა გამოგვახალისა იმიტომ რომ ფეხბურთი მინდორი რაღაცა ჩავიცვით გავედით მინდორზე შეგვეტყო რომ ეხლა რაღაცას შეგვიძლია ესე ძალიან დაკვირვებით გვიყურებენ ხო და ნუ მოვიდნენ მოკლედ ამასობაში ხა ისინიც ჩავიდნენ ჩვენებიც და ჩავიდნენ და ნუ რეზიკოს მოუწყეს სასამართლო სახში ბიჭები შეტყობები როგორ დატოვეო დანაირად გაგატარეო დედაჩემიონო ბავშვები გაგატარე როგორ დატოვე თურქეთშიო მოკლედ აი წიოკი იყო რა ნუ მე რა თქმა უნდა ჩამოვიდნენ ჩვენები კლუბის რა თქმა უნდა ხელმძღვანელობა რომ მოლაპარაკებულიყვნენ ასე თქვა ამ ტრანსფერზე და 6 თვით დავრჩით ჩვენ ასე ვთქვათ არენდით 6 თვის არენდით წავედით ტრაბზონში ეს პერიოდი იყო ის პერიოდი როდესაც ჯერ საქართველოს გამოყოფილი კი ვიყავით საბჭოთა კავშირს მაგრამ ჯერ მიღებული არ ვიყავით UEFA-ში მაგის მოლოდინში რომ ჩვენ UEFA მიგვიღებდა იმ პირობით დავრჩით 6 თვით თუ კი დინამოს დაუშვებდნენ UEFA-ს თასებზე ჩვენ აუცილებლად უნდა ჩამოსულიყავით და მიგვეღო მონაწილეობა, ასე ვთქვათ, პირველად საქართველოს დამოუკიდებელი საქართველოს ეგიდით UEFA-ს თაზე მიგვეღო, რასაც იმ გუნდს ერქვა Dream Team. ანუ ეს Dream თამაში ჩვენ უნდა გვეთამაშა, რისთვისაც მთელი ცხოვრება ოცნებობდი, რომ დინამოს სახელით მე მეთამაშა UEFA-ს თაზე. სასწაული დრო იყო, აი წარმოუდგენელი დრო იყო, სამოქალაქო ეს აფხაზეთის ომი, ეს ჩაკეტილი გზები, ძარცვა, არადენი, არაშუქი, არაფერი, ეხა სიმართლე უნდა ვთქვა, რომ სიტყვაზე მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი ხელმძღვანელობა დინამოსი და ზოგადად ეხა დინამოზე ყოველთვის რაღაცა განსაკუთრებულად ცდილობდა ყველა ეს ქალაქის მერია იყო თუ თავრობა რომ თუ კი სადმე რაღაცა შუქი ენთო უნდა ანთებულიყო ბაზაზე თუ კი სადმე ცხელი წყალი უნდა ყოფილიყო იქ თუ კი რამე შეღავათი უნდა ქონოდა დინამოს ნუ შესაბამისად ამათ სარგებლობდნენ ფეხბურთელები სხვანაირად მაგრამ აი განსხვავება რო გითხრათ მაშინდელი თქვათ ფინანსური თვალსაზრისით 129 მანეთი მქონა ხელფასი და 169 ქონა მე მგონი მედაშოთის ნაკლები რა სახლი მანქანა ღირდა ალბათ $3000 ბინები ღირდა მაგალითად საბურთალოზე $14-15,000 ჩემი ხელფასი იყო მედაშოთის ხელფასი იყო ხელფასად $10,000 და პლუს მქონა პრემია რა. ეს იყო, აი როგორ გითხრათ, წარმოუდგენელი ფული იყო რა. ფიზიკურად წარმოუდგენელი ფული იყო, იმიტომ რომ რო ჩამოვდიოდით ჩვენ თბილისში $100 ვახურდავებდით, ვიღებდით 500,000 მანეთს და რო მივდიოდით თქვა 10 დღეში ორ კვირაში, ერთი 200,000 მანეთი მჩებოდა. და ის 200,000 მანეთი რაღაც მინდოდა ეხა იქ ხო თურქეთში აფერში ამჭირდებოდა და ვინც გაგვაცილებდა იმის ჩვენ მეგობრებისთვის უნდა დამეტოვებინა. ანუ იმდენად ეხა თბილისში არაფერი არ იყო მაშინ და სახარჯათაც ვერ დახარჯავდი რო გდომოდა. არ იყო რესტორანი არ იყო გასართობი არ იყო და დავსეირნოდით ვაკის პარკში და იმას თუ ჩაასხავდი მანქანაში საწოლს რომ გეკატავა მანქანით რა მაშინ ახსოვს 9 ვიყიდეთ და ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო რა. აი ამ პერიოდში ჩვენ გავიგეთ რომ დინამო დაუშვეს ასე ვთქვათ UEFA-ზე, UEFA-ს თაზე დამოუკიდებელი საქართველოს სახელით და
პირველი თამაში უნდა გვეთამაშა სექტემბერში UEFA-ს. ზაფხულში მორჩა იქ ჩემპიონატი თურქეთში მაისის ბოლოს. რა თქმა უნდა, იმ წელს 15 გოლი მე შევაგდე 18 შოტი ეს ჩვენ ჩავედით ოქტომბერში, რა უკვე დაწყებული იყო 8-9 ტური იყო გასული რა. წარმატებულად ჩაგვეთვალა რა თქმა უნდა და დიდი სურვილი ქონდა თურქებს, ანუ ამ გუნდის ხელმძღვანელობას, რომ ჩვენ დავრჩენილიყავით. ჩვენ რა თქმა უნდა იქ ვერანაირად ვერ გავაგზავნებთ ხელშეკრულებას, რომ ჯერ კიდე არ ვიცოდით სექტემბერში მოგვიწევდა თუ არა, ამიტომ ვითხოვეთ, რომ ეხა ვერ მოვაწერთ ხელს, თუ დაგვიშვეს, თუ არ დაგვიშვეს, რა თქმა უნდა გავაგზავნებთ. თუ დაგვიშვეს, უნდა დავუბრუნდეთ აუცილებლად უკან, მაგრამ ეს ყველაფერი სიმართლე თურქებმა იცოდნენ. როგორი სიტუაცია იყო ფინანსური თვალსაზრისით, ცხოვრების დონით, ეს ყველაფერი ვერ წარმოედგინათ, რომ შესაძლებელი იყო, რომ ჩვენ დავწავსულიყავით უკან დინამოში რა. მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რომ შეიძლება რომ ოდესმე დამეშვას ერთი წამითაც კი ის, რომ ჩვენი dream team-ში ის პირველი თამაში არ გვეთამაშა რა. რეზი მაგ პერიოდში იყო უკვე გერმანიაში, ეკეონში თამაშობდა, გიორგი კინკლაძე და მურთაშელია თამაშობდნენ საარბრუკენში, გერმანიაში და რა თქმა უნდა, როგორც კი იმ დღეისა, რომ ჩვენ გავიგეთ, რომ UEFA მოგვცა იმის უფლება, რომ დინამო გამოვიდეს UEFA-ს თასზე გამოუყიდებელი საქართველოს სახელით, რა თქმა უნდა, ყველამ დაუყოვნებლივ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წამოსულიყავით და გვეთამაშა ეს პირველი თამაში ლიმფილთან, რომელიც მოვიგეთ 2-1. მე ითამაშეთ მეორე თამაში და ნუ იცით კიდე, რომ რა მოხდა შემდეგ ეს ყველაფერი პუშტივით გაგვისკდა და საჯარიმო სანქციით ისევ 2 წელი დაგვაჯარიმა UEFA სამწუხაროდ. ესე მოხდა ჩვენი ისევ დაბრუნება ტრაბზონში და ნუ მე შოთი დღემდე არ ჩამოსულა და მე 2003 წელს ჩამოვედი 10 წელი გამომივიდა უცხოეთში ცხოვრება და თამაში. მაგრამ იმ იმედით რომ ყოველთვის დაბრუნდებოდი ჩემ თბილისში რა. ესეთი მაზალო რამე არის თბილისი.